დღეს კანცელარიასთან სრული ჯოჯოხეთი ტრიალებდა და მშობლები შვილებთან ერთად ეტლებით იყვნენ იქ მისულები და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან წამლებს ითხოვდნენ. ითხოვდნენ კი არა და თხოვლობენ უკვე ძალიან დიდი ხანია. ქართული ოცნების ხელისუფლების დამოკიდებულება ამ ყველაფერთან დაკავშირებით არის რა თქმა უნდა ანტიქართული, ანტიადამიანური და ანტიხუმანური. ისინი არ ხვდებიან ამ ადამიანებს და საერთოდ თუ კი არსებობენ ისინი არც იმჩნევენ. ირაკლი კობახიძე რომ ზოგადად ადამიანების მიმართ გამძაფრებული სიძულვილით გამოირჩევა, ეს ძალიან ბევრჯერ ვნახეთ. მას არანაირი ემოციები არ გააჩნია მით უმეტეს ჩაგრული ადამიანების მიმართ. ის ხატავს რეალობას ისე რომ თითქოს ყველაფერი არის რიგზე და უბრალოდ ადამიანები ამ ქვეყანაში იგონებენ თავიანთ პრობლემებს. ახლა მინდა შევეხო იმ თემას, რაც ორმაგად კიდევ სამწუხარო და ტრაგედიაა. ქვეყანაში ფაქტობრივად აი ამ პირობებში არ არსებობს ოპოზიცია, რომელიც ისაუბრებს საზოგადოების გასაჭირზე და ასევე საზოგადოებას მოუწოდებს რომ გამოვიდნენ ქუჩაში და ემპათია გამოხატონ ისეთი ადამიანების მიმართ, რომლებიც თავის მოკვლაზე ფიქრობენ უკვე, რადგან საკუთარი შვილებისთვის და ოჯახის წევრებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის medicaments ვერ შეუულებენ. აი ასეთ პირობებში ბრიფინგსაც არ აკეთებენ ოპოზიციის წარმომადგენლები, აღარ არის საუბარი იმაზე, რომ ისინი იმ ადგილზე შეიძლება მივიდნენ, სადაც ეს პროტესტია, სადაც გვერდში დგომა სჭირდებათ ადამიანებს. შესაძლოა ის ადამიანები ძალიან რადიკალურად დაუპირისპირდნენ და თქვან რომ ეს არ არის პოლიტიკური პროცესი, მაგრამ ზუსტადაც რომ პოლიტიკური პროცესია, მათი განცხადებები მნიშვნელოვანია. ოპოზიციონერებმა რაზე უნდა ილაპარაკონ? თუ არა იმაზე, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები ამ ქვეყნის მოქალაქეებს ადამიანებად არ თვლიან. ამ ადამიანებს აქვთ შიში საზოგადოებისა, ხალხმრავალი ადგილებისა, მათ არ შეუძლიათ საკუთარი ბერწი წარსულით ერთი და იგივე ნომენკლატურის წარმომადგენლობა ერთ წრეზე დადის და მათ არ შეუძლიათ საზოგადოებაში გამოსვლა და პრობლემებზე ღიად საუბარი, პირისპირ საუბარი. ისინი დგანან მხოლოდ და მხოლოდ ეთერებში, დგანან მხოლოდ ტელევიზიებში და ოფისებში და იქიდან მოძღვრავენ საზოგადოებას. თუმცა ამ პრობლემაზე დღეს არავინ არ საუბრობს. ზუსტად ის არის აი ამ ადამიანების დამსახურებაა ის, რომ 2024 წელს 50%-ზე მეტი არ მოვიდა არჩევნებზე და იმ ადამიანების მაგივრად თვითონ ქართული ოცნების გამყალბებლებმა მისცეს ხმა 41 ნომრის სასიკეთოდ. ეს არის ის რეალობა, რაშიც ჩვენ გვიწევს ცხოვრება და საზოგადოებას ოპოზიციურად განწყობილ ადამიანებს, რომლებსაც მართლა ყელში ამოუვიდათ ეს ხელისუფლება, უნდათ რომ შეიცვალოს რეალობა, მაგრამ მათთან არავინ არ არის მიმსვლელი, რომ გადმოიბარონ აი ეს ძალაუფლება. საზოგადოება ფიქრობს რომ არიან მიტოვებულები და როცა ამ პოლიტიკოსებს ჭირდებათ, მხოლოდ მაშინ ახსენდება, თუმცა მათთან ერთ-ერთზე პირისპირ სასაუბროდ არავინ არ მიდის.